ნემრութ დაღის მთისკენ მივდივარ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და მომაჯადოებელი ადგილია თურქეთში. აქ ლეგენდა და თავგადასავალი ერთმანეთს ხვდება და მე მოუთმევად ველი, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ვეზიარო აქაურ მისტიკას. ჩვენ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ვიმყოფებით. ქვეყნის დედაქალაქ ანკარიდან 800 კილომეტრის მოშორებით მდებარე ეს რეგიონი 1000 წლეულების განმავლობაში უძველესი ცივილიზაციების, ჟამგარდასული იმპერიებისა და წყალუხვი მდინარეების გავლენის შედეგად ჩამოყალიბდა. დღეს ადგილობრივ მოლაშქრეთა ჯგუფთან ერთად ვაპირებ მთა ნემრութ დაღზე ასვლას. გამარჯობა, მიხარია თქვენი გაცნობა, მე ჩინცია ვარ. ეს მთა ცნობილია უძველესი ქანდაკებებით, რომლებიც მთელ მის ტერიტორიაზეა მოფენილი. მთისკენ მიმავალი მთელი გზა ძალიან ლამაზია, თუმცა ამ მთის ჯადოსნური სილამაზე მისი მწვერვალიდან იშლება. ზღვის დონიდან 2100 მეტრის სიმაღლეზე მთა ნემრութ დაღის წვეროზე უძველესი სამარხები და კოლოსალური ქვის ქანდაკებები დაგხვდებათ, რომლებიც კომაგენეს მეფე ანტიოქე პირველმა 2000 წელზე დიდი ხნის წინ მიუძღვნა ღმერთებსა და წინაპრებს, როგორც შესაწირი. მეფე ანტიოქეს უნდოდა, რომ ნემრութ დაღის მთა სპარსული და ელინური კულტურების შერწყმის ძეგლად ქცეულიყო. ამით მას საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირებაც სურდა. მთის დიდებულების ფონზე მას სურდა საკუთარი თავი ღმერთების ტოლად დაესახა და გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლის სიმბოლოდ ექცია. სწორედ ამიტომ აირჩია ეს ადგილი. ღმერთებისა და მეფეების ეს გიგანტური ქანდაკებები ქვის ტახტზე დგანან და მზისკენ იცქირებიან. გასაკვირი არ არის, რომ მთა ნემრութ დაღი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს 1987 წელს და ანატოლიის ერთ-ერთ აუცილებელ სანახავ ადგილად ითვლება. როგორც მთასვლელები და მოლაშქრეები ჩვენ სპეციალურად ვარჩევთ ასეთ ადგილებს მოსანახულებლად. ეს გვეხმარება შევიგრძნოთ საკუთარი ისტორია და სხვებსაც გავუზიაროთ. ამიტომ ვაგრძელებთ ასეთი ადგილების მონახულებას. როდესაც მოსაღამოვდა ჯგუფის წევრებს კარვების გაშლაში მეც ვეხმარები. აქ ღამესაც სიამოვნებით გავათევდი, მაგრამ ხვალისთვის სხვა გეგმები მაქვს და მაინც ვერ ვტოვებ ამ ადგილს, სანამ არ ვიხილავ მის საუკეთესო პეიზაჟს, ჩამავალი მზისხივებით განათებულ მთის წვერს. სიტყვებით ვერ აღწერ ამ სილამაზეს. მთა ნემრութ დაღს უბრალოდ ვერ დალაშქრავის პირდაპირ გულში გივარდება. ჩვენი თავგადასავალი ჯერ არ დასრულებულა. ნემრუთის მწვერვალებიდან იმ მდინარისკენ მივემართებით, რომელმაც მთელ ცივილიზაციას დაუდო დასაბამი, მდინარე ევფრატისკენ. ის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მდინარეა დასავლეთ აზიაში, რომელიც 2850 კილომეტრზე მიედინება. ეს ისტორიული გზა უძველესი მესოპოტამიიდან თანამედროვე თურქეთამდე. დაახლოებით 40 წლის წინ მდინარის ეს წელი სრულიად გარდაიქმნა ათათურქის კაშხლის აშენების შედეგად. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კაშხალია მსოფლიოში. დღეს სწორედ აქ ვცვლის სალაშქრო ფეხსაცმელ სათევზაო ნავსა და ანკესზე. ჩვენ ადგილობრივ მეთევზესთან ერთად ვაპირებთ მდინარის შვენიერებით დავტკბეთ და ვითევზაოთ. მე მხოლოდ სახლში ნადავლის წაღება კი არ მაინტერესებს, უბრალოდ წყალზე დასვენებაც მინდა. აქ მეთევზეები როგორც წესი დიდი ბადეებით ევზაობენ, მაგრამ მე ძველებურად ანკესი ვარჩიებ, როგორც ბავშვობაში. დიდი მადლობა. ბოლოს ანკესით ბავშვობაში ვითევზავე მამასთან ერთად, ეს კი ძალიან დიდი ხნის წინ იყო. ევფრატზე თევზაობა უბრალოდ ადგილობრივი ტრადიცია არ არის, მას წამყვანი როლი აკისრია რეგიონის ეკონომიკაში. მოდი ასე ვიტყვი, მას არსებითი ფუნქცია აქვს. მაგალითად, აქ თევზაობის დროს დაჭერილ თევზს ზომის მიხედვით ვახარისხებთ. ეს თევზი მხოლოდ ადგილობრივებზე არ არის გათვლილი, არც მარტო თურქეთზე. მას ბევრგან ვაგზავნით. თევზაობის გარდა კაშხალმა დიდი გავლენა აქაურ მიწაზეც იქონია. კაშხლის აშენებამდე რეგიონის უმეტესი ნაწილი გვალვიანი და უნაყოფო იყო. კაშხალმა ყველაზე დიდი სარგებელი სოფლის მეურნეობას მოუტანა. მაგალითად, კაშხლის აშენების შემდეგ სხვა სოფლების გაშენდა. ბევრ სოფელს აყრა მოუწია, რადგან მათი ძველი ადგილსამყოფელი წყალმა დაფარა. ამიტომ სოფლები ხელახლა გააშენეს. ქალაქის სამსატიც კი სხვაგან გადაიტანეს. რეალურად სულ ახალი ცხოვრება დავიწყეთ. ახალი ცხოვრება, რომელიც ისევ მდინარის გვერდით მიედინება. ესეც ასე. თევზი ვერ დავიჭირე, მაგრამ კარგად მაინც გავერთე. ამ მდინარის სანაპიროებზე ხალხი ბუნებასთან თანხმობაში ცხოვრობს. თევზაობენ, სოფლის მეურნეობას მისდევენ, ან უბრალოდ ყბებიან ამ თვალწარმტაცი ბუნებით. ეს უბრალოდ ჯადოსნური მოგზაურობა იყო. ქვის კერპებით დაწყებული და მდინარის თავგადასავლებით დასრულებული ეს მიწა უბრალოდ გაჯადოებს. მთა ნემრութ დაღი და მდინარე ევფრატი უბრალოდ მშვენიერი ადგილები კი არ არის, რომლებიც სწრაფად უნდა მოინახულო. ისინი სამუდამოდ გატყვევებენ მომავალ შეხვედრამდე.